ზოგადად როგორც სახელმწიფო მთლიანად არა მარტო რაღაცა მთავრობა რომ რაღაც პოლიტიკური პარტია ვართ ჯერ კიდე ჩამოყალიბების პროცესში ალბათ ზოგჯერ გვავიწყდება რომ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არც თუ ისე დიდი ხანია და საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადდა და მიუხედავად იმისა რომ ფორმალურად ქვია რომ დამოუკიდებლები ვართ 90-იან წლიდან დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს ყველა თავის კომპონენტით, თავის კაფეო საზოგადოებრივი ორიენტირით, თავის ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული პოლიტიკური ინსტიტუტებით, ჯერ ალბათ ჩამოყალიბებული არა ვართ, რაც ერთის მხრივ ბუნებრივია, მეორეს მხრივ რა თქმა უნდა პრობლემებს ქმნის. ჩემთვის მართლა სიურპრიზი იყო, რომ ის თემები, რაც მეგონა რომ წლების განმავლობაში იყო, როგორ ვთქვა, გადახარშული საზოგადოებაში და ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა რომ ჯერ კიდე არ არის და ალბათ თავარი შეცდომა რაც იყო 9 წლის განმავლობაში, ვთქვათ, აი წინა პერიოდზე რო ვისაუბროთ, რომ პრინციპში ზემოდან ხდებოდა რაღაცა იდეების პედალირება და არ იყო ესეთი გახსნილი სივრცე ამ ყველაფერზე სადისკუსიოდ. ეს დისკუსია არის გასავლელი ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა არის ჩვენი მომავალი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, იმიტომ რომ არსებითად დღეს არ ვარ დარწმუნებული რომ ამას ხვდებიან ადამიანები, მაგრამ ჩვენ დისკუსია იმაზე კი არა გვაქვს, რომ აი რომელ ორგანიზაციაში შევიდეთ, რაღაცა ნატო, ევროკავშირი, ანუ ხალხს უბრალოდ ესმის, რომ რაღაცა ეხა ევროსაბჭოში ხო შევედით, ხო? ანუ ეხა რაღაცა ნატოში შევიდეთ. ეს არ არის არჩევანი, დღეს არჩევანი არის როგორი მომავალი გვექნება ჩვენ. არა უბრალოდ როგორ ორგანიზაციაში ვიქნებით, არამედ როგორი მომავალი გვექნება ჩვენ. ეს არის სწორედ არჩევანი, ვთქვათ, ნატოში ინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობას შორის. რუსეთთან ურთიერთობა იმ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს, რაც შეიძლება იყოს იმ მოცემულობით, როგორიც არის რუსეთი, არის ყველა ლოგიკური მსჯელობით უბრალოდ უარის თქმა სუვერენიტეტის ნაწილზე მაინც. ბუნებრივია რომ რაღაცა საბჭოთა კავშირი ვერ აღდგება ესეთი ფორმით დღეს, როგორც იყო და მთლიანად როგორც სახელმწიფოს ვერ შეგვჭამს, მაგრამ რუსეთი გთავაზობს მხოლოდ ამას. რომ რაღაცა ნაწილ შენ სუვერენიტეტზე უნდა კონდეს კონტროლი. შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს ეგეთი გადაწყვეტილება, რომ მე სხვა გამოსავალი არ მაქვს და მე გავცემ ჩემს სუვერენიტეტის ნაწილს და სამაგიეროდ, არ ვიცი, რაღაც ზეხვი მექნება, რაღაცა მექნება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღოს. ჩემთვის ესეთი საქართველო მიუღებელია. მე არ დავიშურებ ენერგიას იმისთვის, რომ ამ განვითარება ესე არ განვითარდეს ქვეყანა და ისევ, ვთქვათ, არ დავბრუნდეთ ამ წარსულში, რომელიც არც თუ ისე შორია. მეორე არჩევანი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის გავწევრიანდეთ იმ ორგანიზაციაში, რომელიც რისთვის არის შექმნილი, ხო, ნატო, ევროკავშირი. ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების სისტემები, რომელიც მორგებულია ადამიანის მაქსიმალური თვითრეალიზაციისთვის. ანუ მთავარი ქვაკუთხედი დასავლურ სისტემაში ფასეულობებზე რო ლაპარაკობენ ხოლმე, რომ ეს ფასეულობები რა არის ეს ფასეულობა, რომ ადამიანს უქმნიან ყველანაირ პირობას, რომ მან თავისუფლად მოახდინოს თავისი იდენტობის, კულტურის, წარმოდგენების რეალიზება. იმიტომ არის, რომ ეს იმიტომ არსებობს მეხუთე მუხლი, რომელიც იცავს ამ ქვეყნებს, რომ სწორედ დაიცვას ის ცხოვრების წესი, რომელიც შექმნა საუკუნეების განმავლობაში დასავლურმა ცივილიზაციამ. პირველ რიგში, რა არის, უნდა კარგად გვესმოდეს, რა არის ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა. ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა არ არის ის, რომ რუსეთს უნდა თამარაშენი, ან რუსეთს უნდა თუნდაც სოხუმი, რომელიც უფრო მომხიბლელია, როგორც ტერიტორიული ერთეული, ასე ვთქვათ, შეიძლება, მაგრამ არსებითი არის ის, რომ რუსეთს ჭირდება გავლენა შენ დამოუკიდებლობაზე, ჭირდება ბერკეტი, რომ შეძლოს აი სწორედ იმ სუვერენიტეტის შენი შეზღუდვა, რაშიც ის დღეს 21 საუკუნეში ხედავს თავის სიძლიერეს. ესე წარმოუდგენია რუსეთის სოფლიო. ამიტომ ეს ტერიტორიები არის სწორედ ის ბერკეტი რუსეთის ხელში, რომელთაც შენზე ახდენს გავლენას. სწორედ იმიტომაც ძალიან ხშირად არის ხოლმე შეცდომა, რომ აი ნატოში რო არ წავსულიყავით, ეგ ომი არ მომხდარიყო. ნატოზე არ არის საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი შენი გარანტია აი ამ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მოპოვების ხვდება რუსეთის წინააღმდეგობას, იმიტომ რომ მისთვის მიუღებელია შენთვის სწორედ ეს დამოუკიდებლობა. როგორ შეიძლება რომ ეს უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც ახლა ჩამოაყალიბა, გადაჭრა. დღეს საუბრობენ ერთი ვარიანტი, რომ დავარწმუნოთ რუსეთი, ამის თეორიული შესაძლებლობაც არ არსებობს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა, რომელიც, ასე ვთქვათ, აი ამერიკაც რო აიღო, რომელიც ძლიერია რუსეთზე ყველა კომპონენტით, მათაც კი ვერ მოახერხეს რუსეთის დარწმუნება ძალიან ელემენტარულ საკითხებში.
ჩვენ პატარა ქვეყანამ, რომელიც ვართ განუზომადად უფრო მცირე რესურსების, როგორ უნდა მოვახერხოთ და შევცვალოთ რუსეთის ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, საფუძველი მათი საერთოდ ფიქრის და წარმოდგენების სოფლიოზე ეს წარმოუდგენელი. რა გზა არის ამის შეცვლის? ერთადერთი გზა არის რუსეთმა ნახოს, რომ შენზე სუვერენიტეტის მოპოვება არის შეუძლებელი, ან შენზე სუვერენიტეტის მოპოვების ცდილობაში ის დაკარგავს მეც ვიდრე მიიღებს. აი ამის პასუხი არის სწორედ ნატო. შენ როდესაც ხდები ნატოს წევრი, ეს იმას ნიშნავს, რომ 28 სოფლის უძლიერესი სახელმწიფო ამბობს, რომ მე შენ გიცავ. აი შენ თუ ვინმე თავს დაგესხმება, შენ თუ ვინმე ცუდად დაგელაპარაკება, მას საქმე აქვს 28 ძლიერ ქვეყანასთან. ეს იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ტანკებით ნატო მოუგებს რუსეთს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთი ვეღარც შეეცდება მსგავსის გაკეთებას შენს მიმართ თქვათ აგრესიას, იმიტომ რომ წინასწარ მას ესოძინება, რომ ეს ომი წაგებულია 28 სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანუ წინასწარ ეს არის პრევენციული ზომა, რომელიც უკვე გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ასეთ სურვილსაც კი. ეს არის, თქვათ, იქნება სამომავლოდ იმის გარანტია, რომ შენზე რუსეთი ესეთ რაღაცას ვეღარ მოახდენს. ეხლა უკვე არსებულ პრობლემას როგორ შეუწყობს ხელს, რომ მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუ თანხმდებით, რომ რუსეთის мотиваცია არის შენი სუვერენიტეტის ხელში ჩაგდება, ნატოში გაწევრიანებით თავარი ეს мотиваცია, რაც მას აქვს, გამოცლილი აქვს ხელიდან, იმიტომ რომ მიხვდება, რომ ამას ვეღარ მოახერხებს და ეს ტერიტორიები უბრალოდ იქცევა მის ხელში დისკომფორტის საგნად. იმიტომ რომ პარალელურად, როდესაც ხარ ნატოს წევრი, იზრდება ნატოს სახელმწიფოების ზეწოლა რუსეთზე, რომელმაც ყველასთვის აღიარებულად ჩაიდინა უკანონობა და აქვს ოკუპირებული და გამოდის, რომ თან არის ტვირთი რუსეთისთვის, იმიტომ რომ ამის გამო ყველა მას ეძახის ოკუპანტს და კანონის დამრღვევს და თან მიზანს ვეღარ აღწევს, იმიტომ რომ უკვე ხარ ნატოში. საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველთვის იცვლება კონიუნქტურა და აი ამ საკითხზე, რომ გაუთავებლად იქნება საუბარი, რომ შენ არ ღვევ აი ამ ასე ვთქვათ, საერთაშორისო თამაშის წესებს, საბოლოო ჯამში რუსეთისთვის უფრო კომფორტული იქნება, რომ ეს თემა გაცვალოს რაღაცა მისთვის უფრო მომგებიანში, სადაც мотиваციაც ექნება, ვიდრე ესე იგი გაუთავებლად ეს ტვირთი ატაროს თან. ამიტომ პოტენციურად მე არ ვამბობ, რომ ეს არის გარანტირებული და მყისიერი შედეგი, მაგრამ პოტენციურად და თეორიულად, აი ესეთ ლოგიკური ახსნა ამისი არის სწორედ ეს, რომ ნატოში გაწევრიანებით ყველაზე მეტი შანსია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ერთადერთი უსაფრთხოების პრობლემა არ არის, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პრობლემის გადაჭრის.